მადლობა ნიკა სტუმრობისთვის. იქამდე სანამ მოცივნის საუბარს დავიწყებდით, მინდა გთხოვოთ ევროპული საქართველოს გადაწყვეტილების შეფასება. ისინი ამბობენ, რომ იმისთვის, რომ შეთანხმება სრულად შედგეს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავტოვოთ ცარიელი სივრცე და არ მივცეთ ქართულ ოცნებას, ასე ვთქვათ, გასაქანი, რომ ჩააგდონ პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას და თუ იყო ამაზე წინასწარ საუბარი, რას აპირებდნენ ისინი? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ცხადზე უცხადესია, რომ ქართული ოცნება ეძებს გამოსავალს, თუ როგორ არ მიიღო საკონსტიტუციურებები 120-30 პროპორციების სახით. ეძებს გამოსავალს. მე მგონი ბავშვი ხდება, ვინც არის დაინტერესებული პოლიტიკური პროცესებით, ეძებს გამოსავალს, რომ ჩააგდოს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ისე ჩააგდოს, რომ მას არ დაბრალდეს ეს თავიდან ბოლომდე, როგორც მინიმუმ ოპოზიციურ პარტიებსაც გაუნაწილოს ამ საკონსტიტუციურების ჩაგდების ბრალეულობა თავის თავთან ერთად. მე ამას ხედავ ცხადად. და რატომ? იცით, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ 120-30 პროპორციებით საარჩევნო სისტემა უკადის გარანტირებულ მარცხს. გარანტირებულ მარცხს უკადის. ეხლა სადაც პროპორციული წესით 120 მანდატი უნდა გათამაშდეს, ხო, ნაცვლად 73-ზე ვებერთელა სხვაობა არის, ხო? ვებერთელა სხვაობა არის მისთვის საწინააღმდეგო, ხო? და ბუნებრივია ის ეხლა ცდილობს, რომ რაიმე სახით შემოატრიალოს ვითარება, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ისე, რომ მას არ დაბრალდეს ძირითადად. კი ბატონო. სწორედ ამ მიზეზით ნაციონალური მოძრაობა სხვა აპირებს რომ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. 73 პროპორციულ ნიშნავს, ესე იგი 73 მაჟორიტარი, ხო? ესე იგი ნიშნავს ნაცვლად 30 მაჟორიტარული ოლქისა, გამსხვილებული ოლქისა, რომელიც არ აწყობდა არანაირად ბიძინა ივანიშვილს, ხო, თვალები დათხარა, გადაგვაგდო ერთხელ, მოგოწოლა მეორეჯერ და მესამეჯერ უბრალოდ იძულებული გახდა, რომ რაიმე სახის კომპრომისზე წამოსულიყო, იძულებული გახდა. ეხლა ნაცვლად პოლიტიკური კამპანიისა და ასეთი იქნება, პოლიტიკური სახის არჩევნები იქნება, როდესაც გამსხლებული ოლქი მიიღებდა რაღაცა ისევ ფეოდალურ არჩევნებს. ანუ ერთ რომელიღაცა ცალკე შეკეტი ოლქში დაჩი ფერაიაც ფიგურაც გახდებოდა ერთ პატარა ოლქში, მისი დახარჯული, ასე ვთქვათ, ფული რაღაცა სახის ეფექტს მოახდენდა, ხო? ეხლა დაჩიბერაია, როდესაც პირობითად ვამბობ, ეხლა ხო დაჩიბერაია, კოლექტიური დაჩიბერაია. ხო, დაჩიბერაია გამოსხვილებულ ოლქში არაფერ ფიგურას არ წარმოადგენს, ხო? გესმით? პლუს ამ ყველაფერთან ერთად მას დასაბინავებელი ყავს, ხო, ეს ადამიანების მაჟორიტარები, რომლებიც, რა ვიცი, ტაბელური მაჟორიტარებად არიან ქცეულნი ქართული ოცნების რიგებში, უბრალოდ მათ ადგილს ვერ გამოუნახავს ბიძინა ივანიშვილი. ეს გასაგებია და კენჭისყრას რო დაუბრუნდეთ ბატონ ნიკა, თქვენ ნაციონალური მოძრაობაც ხო არ აპირებს ევროპულ საქართველოსთან ერთად? რეალურად დავაფიქსირეთ ჩემი დამოკიდებულება იმ გადაწყვეტილებას დაკავშირებით, რომელიც გაახმოვანა ეხლა ამ წუთას მოვისმენთ, ხო? რამდენიმე საათის წინ. რეალური საფრთხე არსებობს ინიციატივის ჩაგდებისა. თქვენ აპირებთ მიიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობას ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ. მე რომ ვიყო ხა დეპუტატი არ დაფიქრდებოდი და ხარს აუჭერდი. რატო იცით? იმიტომ ეუბნებით ამას თქვენი პარტიის წევრებს? იყო მსჯელობა და გადაწყვეტეთ უკვე და გამხელა არ გინდათ. კი ბატონო, დასრულეთ უბრალოდ კითხვა შემდეგში მდგომარეობს. აპირებთ თუ არა იყო თორე პარტიაში ამაზე კონსულტაცია? არ არსებობს, ხო ჩავარდეს ვინაიდან ევროპული საქართველო იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას. ეს არის უკვე გარანტია იმისა, რომ არ ჩავარდება ხო ეს საკონსტიტუციურობები, მაგრამ ევროპული საქართველო რას ამბობს? ამბობს, რომ მეორე და მესამე, ასე ვთქვათ, კენჭისყრაზე, მოსმენით კენჭისყრასაც გაიმართება, მანამდე მნიშვნელოვანია და სწორია, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიცია გვაქვს გიორგი რურა, პოლიტიკური პატიმარი, რომელიც წინაშე ვალდებულება აღებული, იქაც გათავისუფლებული. იქ მაინც ჩვენ ახლა ხვალ მივიღებთ თუ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩავარდება, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით, როდესაც გაიმართება კენჭისყრა, იქ პოზიცია ნამდვილად დაგვჭირდება, რომ იყოს ჩამოყალიბებული. მე პირადად, გულახდილად გეუბნებით, ყველაფერს გავაკეთებდი და გავაკეთებ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღოს ის, რაც მას უნდა. და ტყუილია ეხა იმის თქმა, რომ იცით რა, თუ კი ჩავარდება საკონსტიტუციურობები, თავიდან ბოლომდე ეს დაბრალდება ხელისუფლებას. ხელისუფლება ეშმაკობს და ხელისუფლება გვინახავს, როგორ манипулირებს პროცესებით. 3-4 დეპუტატს ხმას არ მიეცემინებდა და დააკდებოდა 3-4 ხმა, ხო? აი ხვალ მე პირადად ინსტიტუტად დაწუნებული ვკანახავს ინსტიტუტ
ჩაგდებას აპირებდა, მაგრამ ვეღარ ჩააგდებენ ხვალ. ანუ რომ შევაჯამოთ 3-4 დეპუტატი დამაგდა, მაგრამ აი ოპოზიციაში რო ხართ 30 და თუ კი გამოდიხართ და საუბრობთ რომ ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის ასეთი საარჩევნო სისტემა, რატო არ მიიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობა და მე ვფიქრობ რომ არც მაინდა-მაინც საერთაშორისო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დარჩებოდნენ ბედნიერები. ამიტომ ვფიქრობ რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის თამაში არ ითამაშოს. ამ რეალობას თვალე უნდა გაუსურვოთ. ამას აპირებს ბიძინა ივანიშვილი. კი ბატონო, ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ, იმისთვის რომ ქართულ ოცნებას მანიპულაციის სივრცე არ დარჩეს, ოპოზიცია ამაში მასხას არ შეუწყობს და თუ საჭირო გახდება კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. კი ბატონო. იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მოიმსახურება ამ ქვეყანაში მეტნაკლებად ნორმალური არჩევნების ჩატარებას და ეს ყველაფერი მოსაპოვებელი გვაქვს. ბიძინა ივანიშვილის არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში არ უნდა საერთოდ. მისი ნება რო იყოს, არათუ 120 პროპორციებით საერთოდ არ ჩაატარებდა, მაგრამ მადლობა ღმერთს მასზე არ არის დამოკიდებული და ვერაფერი ვერასოდეს ვეღარ იქნება დამოკიდებული და პოლიტიკურ დღის წესრიგს ის აღარ და ვეღარ უკარნახებს ქართულ ხალხს. კი ბატონო, ახლა გადავიდეთ 20 ივნისზე. კი ბატონო. დღეს საღამოს არის დღეს უბრალოდ არის 20 ივნისი, საღამოს იმართება აქცია. ამ გადმოსახედიდან ეს ერთი წელი რო შეაფასოთ, როგორც ქვეყანამ საზოგადოებამ რა გაკვეთილი მიიღო იმ ძალიან მძიმე ტრაგიკული სევდიანი და ამასთანავე ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი დღიდან, რომელიც ეგრეთ წოდებული სისხლიანი გავრილობის ღამეთ არის ასე ვთქვათ წოდებული დღეს. ზუსტად ანუ დღეს ორს შარშან დიდი ტრაგედია დატრიალდა და იმ კონკრეტულ დღეს ყველა მხარემ რაღაცა დაამტკიცა. ქართულმა ხალხმა დაამტკიცა თავისი დასამტკიცებელი, ოკუპანტმა თავისი დაგვიმტკიცა, ეცადა ყოველ შემთხვევაში და ნაწილობრივ გამოვიდა, მაგრამ დღის დასაწყისში, დღის ბოლოს, რა თქმა უნდა, მათ ვერ მიაღწიეს ამ ყველა შედეგს და მსახურებმაც, ოკუპანტის მსახურებმაც რეალურად დაგვიმტკიცეს, რაზე არიან ისინი, რაზე იყვნენ წამსვლელები და ეს ნიღაბი, ყველა ნიღაბი ჩამოცვიდა მათ და თითქოს ადამიანები, რომლებიც ზრუნავდნენ ადამიანების უფლებებზე, აღმოჩნდნენ ერთ საათში არანორმალურ მოძალადეებად წარმოდგენილი ქართული ხალხის წინაშე. ჩემი აზრით 20 ივნისმა დაადასტურა და მითი დაამსხვრია, ასე ვიტყოდი, საბოლოოდ, რომ ახალგაზრდებს, ახალ თაობებს არ აინტერესებთ საკვარისად პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესები. სულ იყო მოსაზრებები და ხშირად გვესმოდა ხომ, აი რატომ არ აინტერესებს ახალგაზრდას პოლიტიკური პროცესი. ეხლა მე რო გითხოთ, ეხლა ახალგაზრდას მართლაც ხო? ეხლა 20-19 წლის ახალგაზრდას ეხლა თხემით ერთმანეთს არც უნდა აინტერესებს ამას სახში პოლიტიკა, სხვა პროცესით უნდა იყოს დაკვირვებული, მაგრამ როდესაც არის ეროვნული საკითხები წინაპლანზე წამოწეული, აქ უბრალოდ გულგრილი ვერ დარჩება და ვერ დარჩა და არც დარჩა. არა, ამასთან ის ფაქტორიც არის, რომ ეს 29 წლის ადამიანები შედარებით ახალი თაობა, ჩემზე ბევრად პატარები, პირველად შეიჯახნენ ასეთ გამოწვევას, მას შემდეგ რაც ისინი ამ დამოკიდებელ სახელმწიფოში გაჩნდნენ და როცა დაუდგათ ეს გამოწვევა, მაშინ გამოვიდნენ. ეს დაიმსხვრა და ყველა დააწუნდა, რომ ახალგაზრდა დგება X, როცა საჭირო არის და გამოვიდა. ყველა თაობა ადგა და ერთად დადგა რუსთაველის გამზირზე თავისუფლების სადარაჯოზე, ხო? ღირსების სადარაჯოზე დადგა. და ახალგაზრდებმა აჩვენეს მაღალი დონის კლასი, ჩემის აზრით, შეუპოვრობისა, უშიშრობისა, უდრეკობისა, ახალგაზრდებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს ყველა თაობის წარმომადგენლებთან ერთად. ვერ ისწავლა ჭკუა ხელისუფლებამ, ვერ ისწავლა თავსაკუთარ შეცდომებზე, განა როგორ შეიძლება თქვა საპირისპირო, როდესაც ამ ხელისუფლებამ, ოლიგარქმა ადამიანი, რომელმაც თვალები დაუთხარა, მათ შორის თქვენ ერთ-ერთ თანამშრომელს ნახეთ და ვესაუბრებოდი ეხლა გიორგის ხო ვესაუბრებოდი და მაკოგომურს და ამოგლიჯა ხორცები, მათ შორის ჟურნალისტებს დამიზნებით ესროდნენ, ხო ეს ფაქტია და დილის 5 თუ 6 საათამდე ოპერაციებს ატარებდნენ დევნის, თბილისის სხვადასხვა უბნებში, რუსთაველის გამზირიდან მოშორებით 4-5 კილომეტრზე იყო დევნა გამოცხადებული, არა? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება მიხვდა, რომ უნდა ეშინოდეს ხალხის.
ხალხის შიში ამ ხელისუფლებას გამოხვა და დიდი ხანი ბოლომდე გაყვება 31 ოქტომბრამდე და ეს შიში შემაკავებელი ფაქტორი იქნება რომ სისულელე აღარ ჩაიდინოს ხელისუფლება არ ელოდებოდა ხელისუფლება რომ ერი გაერთიანდებოდა ხელისუფლება მიიჩნია რომ ეს ორგანიზებული იყო პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების მიერ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების წვლილი ის, რომ ხალხი გამოვიდა, იყო მნიშვნელოვანი, ისევე როგორც აქციის ორგანიზატორებისაც, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ანუ ერთობა შედგა ამ საკითხის გარშემო, ხო, რუსული პოლიტიკური ენა, როდესაც გაჟღერდა სხდომათა დარბაზში, ხო, სადაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტზე არის ხელი მოწერილი და ეს უბრალო რაღაცა დარბაზი არ გახავთ, თუ ისტორიული დარბაზი გახავთ ამ ადამიანს, ანუ გავრილოს მიეცა შესაძლებლობა, ზუსტად იქ ჩასკობებულიყო, სადაც ჩასკობდა და რეაგირება უნდა ყოფილიყო ასეთი. წინა შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლო შევძლებდით თქვას თავისუფლად, რომ ჩვენ ერს არც სიამაყე გააჩნიას, არც ღირსება, არც თავისუფლებისათვის ტოვის უნარი და ენერგია შეერჩა. ეხლა წამოდი სხვა რა რეაქცია ქონოდა, ხახთ აი ერთი ზუხში აი გავრილოვი ჩაბზოდა ისა და რა უნდა გავიკეთები ახლა ხაჭაპური გამოერცხო გაეგზელებია დიასახლის არ ვიცი იქ ხელოსანს და დურგას გაეგზელებია მისი ხელობა და ექიმს გაეგზელებია მისი პროფესიის განხორციელება ვინც რაღაც შეეძლო და გადადო თავისი საქმე დროებით გამოვიდა რუსთაველზე და გამოვიდა გამოვა და საკუთარ ადგილს მიუჩენს ნებისმიერ ხელისუფლებას ვინც ითამაშებს ანტისახელმწიფოებრივ კი ბატონო თქვენ ახსენეთ რომ 31 ოქტომბერს ქართულ ოცნებას შიში გაყვება და ისინი აღარ იქნებიან ამის შემდეგ ხელისუფლებაში ამის მიუხედავად ისინი თავიანთ განცხადებაში რომელიც დღეს გავრცელეს ამას არ წერენ და წერენ რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ იმ ხალხთან ერთად იმ ქართულ ხალხთან ერთად რომლის მხარდაჭერაც აქვს თქვენ კი მინდა ბოლო კითხვა დაგისვათ და კითხოთ მაჟორიტარებზე იქნება თუ როგორ შეაფასებთ პირველ რიგში მაჟორიტარების დასახელებას თქვენ ერთ-ერთი ხართ მათ შორის და იქნება თუ არა ეს ინსტრუმენტი ქართული ოცნების დასამარცხებლად ამ არჩევნებზე. იცით რა არის სამწუხაროდ მიზანი რომ სრულად პროპორციული არჩევნები ქონოდა ქვეყანას ვერ იქნა მიღწევა და ის 120 წელს ვისაუბრეთ. შეიძლება ვიღაც არ აინტერესებს მე გამიგია ხშირად და შემოთლა გითხრათ ისეთი ადამიანებისგანაც გამიგია რომ საუბრობთ იცით და ვის აინტერესებს ხალხს არ აინტერესებს 120 წელს ხალხს როგორ არ აინტერესებს რატო ვიშტერეთ თავს ეს არის მექანიზმი ხელისუფლების ცვლილების 120 იქნება პროპორციაზე 70-70 როგორ გეკადრებათ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ეს მექანიზმი ეს ინსტრუმენტი ჩვენ უნდა გქონდეს პოლიტიკურ შეიარაღებაში და უნდა იყოს ხორჩესხმული და არჩევნები უნდა ჩატარდეს ბიზინა ივანიშვილისთვის მიუღებელი საარჩევნო სისტემით რაც ნიშნავს პირდაპირ პროპორციულად რომ ეს არის მისაღები ქართველი ხალხისთვის ხო ამიტომ ეხა 77 იქნება თუ 73 120 ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმართლე გითხრათ აქედან გამომდინარე ეხა ორივე ვარიანტში მაჟორიტარული სისტემა ჯერ კიდევ დარჩა და ჯერ კიდევ შემორჩა და ეს არის ასევე საბრძოლველი იყო სხვა პირველი მოსმენა მე მეორე მე მესამე და მე ვთქვათ ასეთი წინაპირობით რომ ხვალ როდესაც ეხა დიდი ან როდესაც უკვე დიდი შანსი იყო ჩავარდნის მაგრამ ეხა ევროპული საქართველო აპირებს გარანტირებულ 18 მონაწილეობის მიღებას ეს კანონპროექტი არ ჩავარდება კონსტიტუციურად. ნუ არ ვიცი მაინც რა სიზამსოც. ნუ მაშინ 30 კაცი უნდა გამოაკდეს ქართულ ოცნებას და მთელი სოფლიოსთვის ნათელი გახდება რომ ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი, ხო? და როდესაც 64 ადამიანს გამოაკლებდა, ხო? და ესე საკუთარი ხმები, ანუ რეალური ოცნების პარლამენტის წევრების ხმები ისაც არ ყოფნიდა, ხო? ისინი იმატებდნენ ყოფილი ქართული ოცნების დეპუტატების ხმებს. ამიტომ 30 კაცს თუ გამოაკდა, თუ 20 კაცს გამოაკდა, ვერ გაიმართებენ თავს ვერანაირ შემთხვევაში. ხო, ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბრძოლა. მე ვიცი რას ველოდება, ეს არ იქნება გასეირნება, ეს არ იქნება ადვილი ბრძოლა, მაგრამ ისტორიის მომხარეს გაცილებით მეტი გდანელი მუხიანელი ავჭალელი დადგება გაცილებით მეტი ვიდრე სამწუხაროდ ისტორიის არასომხარეს დადგება და მე იქიდანაც ჩვენ აუცილებლად ბევრი ადამიანი ისტორიის მომხარეს გამარჯვების შემდეგ უნდა გადმოვიყვანოთ ისტორიის წარმატებებს წარმატებები ჩემისაც უნდა უსურვოთ ერთმანეთს ერთმანეთს უნდა უსურვოთ ამ ქვეყნის მომდენო 10-15 წელიწადი განისაზღვრება იმ შედეგით, რა შედეგიც დაფიქსირდება 31 ოქტომბერს და მჯერა რომ ეს შედეგი იქნება ძალიან პოზიტიური ამ ქვეყნის მომავლისთვის.